დილამშვიდობის გაუმარჯოს როგორ ხართ რაფერ ხართ რა შევით 10 საათია ტელეფონი მიდევს უკუღმა მიცადეთ აი ასე ანუ თქვენ ვაფერს ვერ შეამჩნევდით მაგრამ ანუ პირიქით მედო რა და ვიდეო თვალი ქონდა იქეთ და იმდენად ვიჩვეული ვიყავი მე ისევ აქეთ ვიყურები და ანუ რატო უყურებ ვიდეო რამდენჯერმე ვიტყვი რომ ვიდეო თვალს უყურებ მეთი ამ ჩემ თავს არ უყურებ რა კამერაში და ძალიან ვინც აი სიტყვაზე ბლოგერები TikTok-ზეც მაგალითად და YouTube-ზეც კამერას უყურებ ანუ უყურებენ ხოლმე ვიდეოში თავის თავს და საკმაოდ გამოცდილები სხვათა შორის გამოცდილები იმ ხრივ რომ ანუ წლები არ ვარიან იმაზე YouTube-ზე და TikTok-ზეც და ახლა ხედით გამოდის ისე რომ ლაპარაკობენ ხოლმე ანუ ეხლა თვალებში გიყურებ იმიტომ რომ მე ჩემ თავს არ ვიყურებ ვიდეო იმ წერტილს უყურებ საიდანაც იღებს ვიდეო კამერას ელემენტარულია ეგ რომ ანუ ადამიანს როცა ესაუბრები მე უყურო თვალებში ხო ეხლა არავის თვალი არ ჩანს თქვენი მანდ მაგრამ თქვენ ხო არ გიქვავთ რომ მე გიყურებთ თვალებში რამდენჯერმე დავუკომენტარე TikTok-ზე იმას რომ სხვას რომ ანუ შენს თავს მოუყურებ კამერაში უყურე ვიდეო თვალში და მაგრამ ვიდეო თვალს რო უყურებენ ხომ თავიანთ თავს ვერ ნახულობენ და ეს მომენტები არაჭირთ ხოლმე რა ეს რაღაცები არაჭირთ ამიტომ მე ხარ ვარ ვიყურები ჩემ თავს რო ვიყურები ვიდეო მომენტი ესე გაგიგებული ახლა სად მიკეთია რეზი ხო რა ვიცი ვიზისაც უნდა იქ უყუროს მე ყოველ შემთხვევაში ესენცია მომდოს ვიღაცა რომ მელაპარაკება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია უყურო თვალებში მიყუროს თვალებში ხო ელემენტარული მაქვს ხოლმე მაგალითად სათვალეზეც ეგეთი დამოკიდებულება აი მაგალითად ადამიანი რომ გელაპარაკება ზის მუქი სათვალით ღია და აი ეს გამჭვირვალე და რაღაცები არ აი მუქი სათვალით რო გელაპარაკება მაქვს იმის აღქმა რომ აი მე ვერ იმიტომ რომ აი კონტაქტი უნდა იყოს თვალებით რა. რაღაცა დისკომფორტს მიქმნის ან მე ან ვიღაცა რომ ელაპარაკება სათვალით, იმიტომ რომ ხომ უყურო თვალებში და სად უყურო? კი უყურებ ხა იქ რაღაცა კაც თვალებში. მაგრამ ну ხო რა ვიცი ისეც როგორ უნდა მე ესე მომწონს და იმიტომ უყურებ ვიდეო კამერას ესე რა და ეხა მქონდა ამოტრიალებული ამ ტელეფონი პირიქით. ესე კი არისო, ესე იტო და ვიდეო თვალი ამის ნაცვლად აქეთ ქონდა და მაინც აქეთ მეპარე იმდენად ვარ მიჩვეული რომ აქეთ ვუყურებ და სადღაც მამა ჩემთან ვიყურებოდი საერთოდ. მოკლედ. ძალიან მაგათ მეზარებოდა დილას ადგომა. მაგრამ აღუდექი, იმიტომ რომ წვიმის ხმა შემომესვა და ზოგადად წვიმის ხმა რომ ესმის ხოლმე მაგ ეს მომენტი. რას ველდება, ვინს ველდება, რა ფუჭდება. ხო და ავდექი შემოვიარე შემოვიქროლე წიწილა გავწიე იქით ჰამაკი ავკეცე რაღაცა ესეთი რაღაცეები და საცო დავხედე ხო ვიფიქრე წავალ ცოტა ხანით დავწვევი მეთქი მაგრამ საჭმელი არ მქონდა გავაკეთე ბრინჯი სანამ ბრინჯი გამზადდა შემოვლა მქონდა ვაჭამე ყველაფერს კუდაზე მეკითხებით ხოლმე ხშირად კუდას აღარ ვაჩენ ვიდეოში, იმიტომ რომ ძალიან არასახარბიელო მდგომარეობაშია. ვერ გავბედე ის, რომ დამეძინებინა. იმდენად ანუ ვერ ავიღე ჩემს თავზე ის, რომ დამემთავრებინა მოკლედ. ხოდა ხა ვეღარ დგება. ჭამა. საჭმელს ჭამა. ვაჭამე ვასვი წალი ახლო მიუტანე დალია რბილზე წევს ქოხში წევს საჭმელი არაკლია სასმელი არაკლია მოვლა არ ეკლა ვიცით თქვენ იცით როგორ ამყავ გაზრდილი ხოდა მდგომარეობას ბევრი მიკითხებით ხოლმე რატო არ გვაჩვენებო ჩვენებით ვერ გაჩვენებთ იმიტომ რომ მეც რო ვუყურებ ცუდად ვხდები ასე რომ რა ვიცი ხან ფიქრობ ხოლმე რომ ამდენ წვალებას კი ჯობია რომ დაამთავროს, მაგრამ ჩემი ხელით ვერ გავაკეთე ეგ. ერთი გასულ დგმულებს რო ჭამს.
კარგად ჭამს. სვავს. ყველაფერი გავაკეთე, მაგრამ ვერ ვუშველი. და ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეულია და ძალიან წევანაი ბოდიშიც კი მოვუხადე, რომ მეთქი რომ ვერაფერი გიშველი. და მეძინელება იგითი რაღაცები. ოღონდ ის კი ნამდვილად ვიცი, რომ მე ძაღლს არ მოვიყვან. ალბათ კაი ხანი უნდა გავიდეს, რომ ძაღლი მოვიყვანო მე. აი რაც ეგ მყავს, ეგ ძაღლი დაახლოებით 5 წელია. კი. 5 წელი იქნება. აი ყოველ კვირა რაღაცა სიშავებს, ყოველ კვირა რაღაცა ჭირდა. აი ვინც ადრე მიყურებდა ადრინდელიდან, აი ყველას გეცოდინებათ ეგ მომენტი რა. რომ აი რაღაცა ჭირს, უი გამოკეთდა რაღაცა რა მაგარია და მეორე დღეს რაღაცა. მე რაღაცა. აი ჭირიანი ბავშვით, აი ავადმყოფები რო არიან ხოლმე რა რაღაცა აი ცხოველები რო აი სულ ცუდად არიან და რაღაცა. ეს რომ ერთი შეხვდება, გამოვაკეთებდი მეორე, გამოვაკეთებდი, დამთავრდებოდა თუ არა მესამე დამთავრდებოდა, მეოთხე დავიღალე. ცალკე ამ ყველაფრით, ცალკე მისი ყურებით. ცალკე იმ განცდით, რომ მაინც ვერაფერ შველი. რა ვიცი. 3 თვის იყო, რომ იქიდან დაიწყო ჯერ ის ენტერიტი რო შეხვდა, აი მკვდარი მედო რო იტყვიან და ნაშე მეუბნეოდა და დაანები თავი, ნუღა წყალობშენს და ნუღა იმოშვები, მაინც არაფერი არ ეშველებაო, მაგრამ ადგა ბოდიში და უკვე სისხლზე გადიოდა, აი მკვდარი იდო, მარტო თვალებით მიყურებდა სხვა არაფერი და ავაერე. ადგა. და იმის მერე მოკლედ აი რავი გამოკეთდებოდა ცუდად გახდებოდა. ჭიაზე დამუშავება, ტილზე დამუშავება, სხვადასხვა მალამოები, სხვადასხვა ნემსები, ყველაფერი მაქვს გამოყენებული, ყველაფერი. ასე რომ დღეს უკვე შევატყე, რომ ვეღარ ადგა. ვაჭამე კი, დავალეინე კი, გადავხედე ისე ვიწვა, წვიმა არ დასდის, რბილზე წევს, ანუ რაც შემიძლია კომფორტულად გამყოფებ, მაგრამ სავარაუდოდ დიდი დღე არ დარჩენია. ხო. წეგან ერთი საყვარელი ლეკუ შემოვიდა ეზოში ჩვენთან და ჩემი პატარა კატები ისე დაფრთხნენ, ისე შეეშინდათ, რომ რა იყოს და გავაგდე ეს ძაღლი. იმედია ახლა ვინმე არ მიყურებს და იტყვის, რომ აი ამის ძაღლს რაღაცა მოსდისო და მოდი ახლა 1-5 წელი დაუსვათო. მარტყოფელებობა გელოდებით ამ კვირაში 1-3-4 ძაღლი მაინც უნდა მომიგდოთ, ისე არ შეიძლება. შარშან ხო რო გამოდიოდი ყოველ დღე კატა იჯდა. ძაღლიც ხო იყო, ხიზანა ვის გახსოვთ ხალხნო. ვინც ახლები ხართ არ გეცოდინებათ, შარშან წინ. თუ შარშან წინ. 2-3 წელი იქნება რა მე მგონი რა 2. მომიგდეს აი ერთი მუჭა მონადირის ძაღლი. მამალი იყო. წვიმაში, სრულიად სველი თვალები და ის ქონდა დაზიანებული. მეთქი იქნებ ვინმეს დავიიმედე თავი, რომ იქნებ მეთქი ვინმეს გამოექცა. რა უნდა გამოექცეს ვერ დადიოდა დასმული იყო. დავდე მარტყოფის ჯგუფში კეთილი არ დამოეხმაურე. რა თქმა უნდა, იგი ვეღარ გაიმეტებ გადასაგდებად. უსუსური იყო, აი 2 მეტრაში ვერ გადაადგილდებოდა, ისეთი პაწაწინა იყო, თქვენ დალოცილობ, ცოტა მაინც გაიზარდოს. თვალებს დაახელენ და ყრიან. ვითომ არ იმეტებენ ხან ყუთში სხედან, ხან რბილი უგიათ, საჭმლის ჭამა არ იციან და ეგ რა მოწყალება არის, რომ ანუ იცი რა არ მინდა, მაგრამ თვალები ხო გაახილეს. და ვინ აჭმევს? და სხვას უქმნით სანერვიულოს.
ესო ხელ თუ რაღაცა არ გინდათ და ვერ იმას იზავთ და რაღაცა გაუკეთეთ ის ერთი გაიმეტეთ და გაუკეთეთ ის ოპერაცია და აღარ თქვენ დაიტანჯებით აღარც ის ძაღლი და აღარც მე. ხო და იყო ძალიან ცივანა. ძალიან. და როგორ მოძრაობდა იცი უბანში, გადიოდა ხოლმე გარეთ და მაგანაც კი იმსხვერპლა. მანქანა დაეჯახა. ყველა მიცოდა რომ ჩემი ძაღლი იყო. როგორ იცი? ძალიან დაბალი ბეწვი, ხელი ბეწვი ჰქონდა ხოლმე და არ ვიცი თუ შემხვდა Facebook-ზე სურათი დავდებ. სალათისფერი თუ რაღაცა ნინოს ფულეს ჟაკეტის იყო რა, ძენკლავიანი, ეს გადაუკეცე თათები და ეცვა ეგ. იცი რა საყვარელი იყო. ანუ მონადირის ძაღლი უბანში დადიოდა სალათისფერი ჯემპრით. იმიტომ რომ მაგრად ცივდა და ყველა მიცოდა რომ ის ჯემპრიანი ერთხელ მახსოვს გაველი ნაგავინა გამეტანა თუ რაღაცას მიდიოდი და ჩემი მეზობელი გამოვიდა შენ გაიხარეო მე დილას რაც ვიცინეო აი რა ღმერთმა წინ დაგახვედროსო ეს ძაღლი რო დავინახე ანუ არ ყავდა ნანახი ეს ჯემპრით გამოვედიო არა სადღაცას მიდიოდი და გამოვედი რომ ნაგავი უნდა გამეტანაო და გავიხედე და შენი სახლიდან ჯემპრით გამოვიდა ისაო რა ვთქვი გეგონება სადმე მიდიოდაო ტანსაცმლით გამოვიდა ძაღლიო აი არ ვიციო რამე რო ვიცინი აღარ შემეძლო ძალიან სასაცილო იყო ძალიან წუნკალა იყო აი ვაღიარებ რა ანუ ზოგადად ეგ ჯიშის ძაღლი ცოტა ისეთია რა ქათმებთან დამოკიდება არ მინდოდა მაგრამ ვერ გავიმეტე აი არ მინდოდა მე ვერ გადავაგდე ქათმებთან დამოკიდებულობაში და ეგეთ რაღაცეებში არის ძალიან ზუნკალა ძაღლი ეს სამხელა ხახვია გაფუჭებული ხო დიდი ხნის მოტანილი არ არის სავარაუდოდ რომ იყიდა უკვე რაღაც ქონდა ამის ის არ შეიძლება დავაპაუზებ და გავრეცხავ და იმაცავით არ გეკონოთ რომ ისაო ერთხელ დავაპაუზე ისე რომ არ გავაფრთხილე გეხსოვებათ ალბათ აი ესე მივედი დავაპაუზე და ისე აქედან დაიწყო რა ან დაპაუზების დროს ხო არ ჩანს მე რა გავაკეთე იმ მომენტში და იმის მერე და ანუ ისე დავაპაუზე და ისე ჩავთე რაღაცა კადრის გადაბმა ძალიან ადვილად მოხდა ისე შეუმჩნევლად თითქოს რა ხა ანახე აი ხა დავაპაუზო გავრეცხო და დაახლოებით აი აქეთ ხო ვერ დაუმიზნებ ამას რა გარეცხილი ის კარტოფილი მქონდა მაშინ და დავდგი არა კალთაში ჩავიდგი და აქ ანუ არ ეტყობოდა რომ აქ იდგა და მე აქ და მე დამიწერზე ისეო სხვათა შორისო ეგ კარტოფილი რომ მე დავიწყე კარტოფილის დაჭრა რა და ისე სხვათა შორისო ეგ კარტოფილი რომ გაგერეცხე კარგი იქნებოდაო ასე მითხრე გავრეცხავ ამას გადავყრი და მოვალ თმები კი მაგაცეწილი მაგრამ სანამ არ მორჩები ამის გაკეთებას არ დავიდე ეხლა რას ვაკეთებ დილას გავაკეთე ბრინჯი ხო გითხარით რა და ეხლა სავარაუდოდ ან კარტოფილის მოიტაცლა შეგასული არ კაცა რა მე კიდე გავაკეთო ნუ არ ვიცი რა სამდენად კიდე დამჭირდება როგორ არის ახში მყავ მგლებივით მჭამელები მოდი ეს ტაფას ამოვიღო ეხლა და ხო და მეთქი რა გავაკეთო მეთქი და TikTok-ს სკროლავდი და რო ყავას ვსვავდი და ეს ხახვი გამიყვავდა გამიღირდა ხო და რაღაცა თვალში მომხდა რაღაცა კენდებს რაღაცებს აკეთებდნენ რა და უცბად მომივიდა ზოგადად მაკარონს არ ვაკეთებ არასდროს ხოლმე ხახვით ზეთით ვაკეთებ მაგრამ ხახვით რა ვიცი კი ჭამენ მაგრამ აი შეიძლება ბარბარე არ ჭამოს ხო და მე კიდე ხან იმისი ნერვია რა მაქვს 9 წელი გავაკეთო რა და ისედაც 2 წელს ვაკეთებ ორნაირ კეთს და ხო და ვგები ხა მოხრაკავ ხავს ჩავყრიში მაკარონს ანუ მოხარშულს არა მოუხარშავს მოშუშა კარგად ხავში
მე დავასხავ სახში გაკეთებული ტომატი. აი აქ მაქვს შაშანდელი ვიპოვე ხალხი. შაშანდელი ჩემი გაკეთებული ტომატი ვიპოვე და ძალიან გამიხარდა. გუშინ წი ხო ისინი გადავალაგე იმისთვის. მარანი დავალაგე რაღაცები გამეტანა ბიბლიოთეკიდან რაც არ იყო საბიბლიოთეკე და აურალამეწად დავალაგე მე თუ როგორ მიხარია რომ გუშინ აქ მოვიცილე. ხო და ეს ტყემლები რაღაცები მოვაგროვება რა მაქვს მეთქი დარჩენილი და ერთი იაშიკი თუ რავი რაც აქვია ის ხო იცი რაიშ წბუთლები ელაკი რავი აქვს ის მაქვს ხალხნო ძველი ტყემლები რომ შევაგროვე და ერთ ზედა კიდე ზემოდან ალაკია ახალი და პლუს ის მაქვს ალუჩის მაქვს ბანკებში ასე რომ წელს ტყემალი აღმართლა აღარ მინდა ხო და ამასაც დავასხავ ჩავშუშავ კარგად და მე ადუღებულ წყალს დავასხავ მარილს ვუზავ მწვანილები მოიტანა მწვანილებსაც ვუზავ ხო და რავი უცხოს ვუზავ და ქინძს უნდებს და ცოტა გრაფის მიწარე არ ვიცი ნახეთ საჭმელი რო ჩემთან რო საჭმელს რაღაცას რო გააკეთებ და დაარქმევ საჭმელს მარი კითხავენ ის რა ის არის საჭმელი მორჩა დაისხი ჭამი ვერჯერ არაუჩიც ყოფილი ვარ იმით რომ ანუ რო დაისხავ ისე ქენი რომ აი თუ ცოტა რჩება რომ დატოვე რომ სხვამაც ჭამოს ზოგადად ძალიან მეწვევა ხოლმე თვალები მით უმეტეს აი ამ ხახვის დაჭრისას არ ვიცი რა ძალიან წარი ხახვია და რაღაცა ხა არ დამწვია ხელები გადავიბარო და ამას წინათ ნახე ვიდეო რომ ანუ ხავს რო ჭირიოდა თუ თვალები გეწვევაო დანასო ზეთი უნდა წაუცვა არ ვიცი რამდენად მართალია მაგრამ ნახოთ რა ხა დამეზარა მის გაგლესვა ზეთით ენიჭი დამეწვას ახლა წუთი ამინდი გვაქვს გრილი ალაგ-ალაგ ჟინჟღლავს რო იტყვიან და წვეთავს და წვიმს არ წვიმს აი ეს ალაგ-ალაგ გნამავს ხო და ბავშვებს ისე ვზინავთ მიუხედავად იმისა რომ 11 საათი დაიწყო იონესა და გოგონებს ანუ ისეთი იერი აქვს რომ არ არის გათენებული ჯერ და დილაა და ისე ვზინავ სადღამეჩკი და ხაიწვე საფულია ბოლო ზუსტად ერთ წელში მოვაშორებ რაღაც ბლომად ხალხს ვაკეთებ გეგონება იმას შვები რა ქვია ყაურმას ვაკეთებ მაკარონის მე ერთი ვიდეო ჩავწერე როგორც ესა ცოტა ისე უკვე რა საქმე ვარ მექნება ხან არის ხოლმე ვარ ვიდეო ხო ჩასაწერი მაქვს ახლა ნუ დილის ვიდეო რა ტრადიციულად და ხან რაღაცა ისეთი გამოსარბენი საქმე მაქვს ანუ ოპერატორი ხუმი არ ამყავმე რომ დიოს თუმცა ბევრჯერ მიფიქრია რომ ანუ კაი სიტუაცია იქნება მთელი დღის მანძილზე და სხვა ნორობ იყოს ვიდეო მაგისთვის ნინო მყავს მაშინ რა ქვია ვაკანსიაში მაგრამ ხო ვიცი რაღაცას ფეხი უნდა გამოკრას და ტელეფონიანად დაასკდეს ბავშვი არ მენანება ტელეფონი მენანება ხო და მაგიტო ხოლმე მიგვიანდება რა მოკლედ გასაქცევ გამოსაქცევი საქმე რომ აქვს ხოლმე იქ რავი რა ორი ხელი რო ჭირდება ეხლა ტელეფონი ხომ უნდა დაიჭირო უნდა დაამაყრო უნდა დადო თორე ბევრჯერ აი დომებია რაღაცას რომ ვაკეთებ ვიდეო გადამეღო მაგრამ ჭუჭყენი გაქვს ხელი მე რომ და დაიბანო მოკიდო გადადგა გადმოდგა იმდენად ვერა რა მაშინ საქმე იცი როგორ უნდა იყოს მაშინ საქმე უნდა აკეთო ვიდეოსთვის მაგრამ ამას ხო არ არის მე საჭიროებისთვის ვაკეთებ ყოველ საქმეს ხო ანუ საქმე რო არიან აი ხაი არიან ბევრი ისინი თუნდაც კულინარია თუნდაც ის ანუ საჭიროების გამო კი არა რომ ანუ მაგალითად ოჯახის წევრებშია და რაღაცა და ისა აკეთებენ რა ეგეთი კონტენტი აქვს და თუ რაც აქვია რა ვიცი ვიდეოსთვის აკეთებენ და მაგ დროს ყველაფერს იზავენ რომ კაი კადრები გადაიღონ მაგრამ ეხა ბავშვი რო დგა მათლაფით და შიაო ვერ ეტყო და იცი შვილო ის გადავიღო ვიდეო მე ხო და ხადახა მაგიტო არ ახოთ რა ვიგვიანებ ხოლმე
თუმცა ბევრი რაღაცა რო გამიკეთები მითქე რომ აი ხა კაი რაღაცა გამოვა რა, კაი ვიდეოები გამოვიდოდა. რა გადამეღო. მაგრამ მაგდოს დამხმარე გჭირდება. ეხლა მას დავდგავ. თქვენც დაგემშვიდობებით, იმიტომ რომ გამწოვი უნდა ჩავთ. და გრიალებს ხოლმე გამწოვი. წყალს ველოდები, რომ მე კატასად ახტა აწეულ ჰამაკში წერებს კატა. აყირავებ, 100 აყირავებ. რაღაცას მომოვიდე და მოვიწე. ხო, წყალს ველოდები, რომ თეთრეული მაქვს გუში ნაწილი და ვრეცხლი ჩვენი და კიდე, მაგრამ არ მოსულა. მაგრამ ვიება დაშვება. გუში ნივანის გავრეცხე და ეგრევე ისევ მაგაში ჩავაწმინე. მე ზოგადად ეგრე მიყვარს ხოლმე. აჰა, ხალხი მოვჩი, ეხლა ამას მოვშუშავ. არ ვიცი რას ვაკეთებ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ცუდი არ იქნება, რა ვიცი, მოშუშული ხალხი მაკარონთან ერთად. მარილი, მერე ტომატი, ადუღებული წყალი. რაღაცა იქნება რა. აი ხა დავეწო თვალები. დავედი ხა დაგემშვიდობებით ხა ხდება მომავალ ვიდეომდე. ой, ბედედა. პაკა. დავედი.